მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო პატარებო და არა მარტო პატარებო. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს საუბრებს ჩვენს პატარებთან ერთად და ამჯერად კი განვიხილავთ ერთ ამბავს, რომელიც უკავშირდება ორ მეგობარს. ცხოვრობდა ქვეყნად ორი მეგობარი. მოდი სანამ გავაგრძელებთ ერთ თქვენი აზრი მაინტერესებს. მეგობარი ვინ არის? როგორი უნდა იყოს მეგობარი? თქვენი აზრით. დამხმარე და ერთგული. დამხმარე და ერთგული. შენ რა სიტყვა? მთავარი თვისება მეგობრისა რა უნდა იყოს? რომ არასდროს დაენადება მეგობრისთვის არაფერი. არა დაენადება. ანა, შენ რა სიტყვა? მეგობრული და კეთილი. მეგობრული და კეთილი. დავით, შენ? ჩემი აზრით უნდა იყოს, როდესაც თავის მეგობარს რამე ეთკინება, უნდა დაეხმაროს და როცა რაიმე ცუდს მაგალითად რაიმეს დაშავებს, უნდა თავის თავზე იყოს ის დანაშაული. ერთმანეთზე უკეთესი მეგობარი არც ერთს ყავდა და არც მეორეს, ანუ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთმანეთში ძლიერი კამათი მოუვიდათ და ერთმა მეორეს ცილა გააწნა, ანუ ხელი შემოარტყა. მოხდა რაღაცა ახლა ეშმაკირის ეშმაკია რომ ორ ადამიანს შორის რაღაცა ღვიძლი და ის არ ჩათესოს რა, რომ აი ერთმანეთს წააჩხუბოს. იმიტომ რომ მეგობარი ადამიანისთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა და ეშმაკს უნდა რომ ადამიანს ეს სიმდიდრე დააკარგვინოს. და 1000 რაღაცა ხრიკებს ხლართავს შუაში. შენის აზრი მოგივა, იმას ის აზრი მოუვია ეშმაკისგან, ორივე თუ დაიჯერებს შეიძლება ესენი გადაემტერონ ერთმანეთს. მოუვიდათ რაღაცა კამათი და ერთმა მეორეს ცილა გააწნა. მეორეს ეთკინა, მაგრამ მოითმინა. ხელი არ შეუბრუნა. თუმცა იქვე ქვიშაზე დაწერა. დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ცილა გამაწნა. ან მოითმინა, სამაგიერო არ გადაუხადა, პასუხი არ გასცა, მაგრამ აიღო და ქვიშაზე დაწერა. გავიდა გარკვეული ხანი და ისინი ტბაზე ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ძარღვი გაენასკვა, რომელსაც ცილა გააწნეს იმას. და წყალში ჩაძირვა დაიწყო. მეგობარმა უშველა და ცოცხალ მკვდარი ნაპირზე ძლივს ამოათრია. როცა გადარჩენილმა სული მოითქვა, წამოდგა და ქვაზე ამოტვიფრა. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა დღეს სიკვდილს გადამარჩინა. რატო დაწერა ქვაზე? იმიტომ რომ ის იკეთი არ წაშლილიყო თავის გულიდან, როგორც ქვაზე რო დაწერდა, რო ვერავინ წაშლის. აი ხა ხო არის მაგალითად აი ძველი ტაძრები, აი მაგალითად აი სვეტი ცხოვლის ტაძარი. 11 საუკუნეში აგებული, წარმოიდგინე 10 საუკუნე გავიდა. უფრო ძველი ტაძრებიც არის სიონის ტაძარი, მაგალითად ანჩისხატის ტაძარი მე-5 საუკუნის ტაძრებია და იქ რო რაღაცა ჩუქურთმა ან რამე წერია რა, ქვაზე რო წერია, ის დღემდე არის. წარმოიდგინე 15 საუკუნე გავიდა და დღესაც არ წაშლილი. ამდენი წვიმა იყო, ქარი იყო, უამინდობა იყო, თუ მიწისძვრა იყო, თუ რა აღარ იყო, მაგრამ ყველაფერს გაუძლო და ქვაზე ამოტვიფრული წერია. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, ქვიშაზე რო დაწერა, იქ რო პატარა წვიმა იქნებოდა, ან ქარი იქნება, ან თოვლი დაადებდა, ხო წაშლით? დიახ. და ახლა ნახე რა მოხდა. როდესაც პირველად გაწყენინე და დაგარტყი, შენ ქვიშაზე დაწერე, ახლა კი ქვაზე. რატომ? ეკითხება მეგობარი. იმიტომ რომ შენგან მიღებული წყენა მინდა ჩემი მეხსიერებიდან ისე წაიშალოს, როგორც ქვიშაზე ნაწერს შლის ქარი. ჩემდამი შენი კარგი საქციელი კი მინდა სულ გულზე ისე მეწეროს, როგორც ქვაზე ამოტვიფრული ნაწერი, რომელსაც ვერანაირი უამინდობა ვერ წაშლის. ანუ მას უნდოდა რომ მეგობრის გაკეთებული სიკეთე ბოლომდე ხსომებოდა, აი ბოლო ამოსნო თქონდა სიცოცხლის ბოლომდე და მეგობრის ჩადენილი ცუდი საქციელი კი ეცადა რომ დაევიწყებინა. მომართალი, აი ჩვენ ესე იგი ეს ამბავი, აი ჩვენს ცხოვრებაში რაში შეიძლება რომ გამოგვადგეს. აი მაგალითად რა გვასწავლის? ჩვენ ეს მოთხრობა იმას გვასწავლის, რომ ანუ მეგობარს არ უნდა ვაწყენინოთ. კი ბატონო, ერთი რომ არ უნდა აწყენო კიდე დავითობა. ის რომ რაც ცუდი გაგვიკეთა,
ჩვენმა მეგობარმა უნდა ვეცადოთ რომ დავივიწყოთ და რაც კი კარგი და გაგვიკეთა ჩვენმა მეგობარმა უნდა დავიმახსოვროთ და ვეცადოთ რომ ბოლო ამოსულქვამდე გვემახსოვროს. აი დაუშვათ რაც ცუდი გაგვიკეთა. ის რომ დავიმახსოვროთ, რა მოხდება? გული გვექნებოდა დაბინძურებული. გული დაგვიბინძურდებოდა და კიდევ რა მოხდებოდა? აი ჩვენს ურთიერთობაში რაზე აისახებოდა ეს ბარბარე, რა მოხდებოდა ურთიერთობაში? კარგი მეგობრები ვეღარ ვიქნებოდით და ერთმანეთის შეგშურდებოდა. ხო, შეიძლება შეგშურდებოდა, შეიძლება ბოლოს ერთმანეთი კიდევაც შეგძულებოდა, ხო მართალია, აი ერთხელ თუ დაიმახსოვრე, რომ ცუდად გააკეთა რაღაც ორჯერ, სამჯერ. არა და უშეცდომო ადამიანი ხო არ არსებობს, არა ჩვენს მეგობარსაც ხო შეიძლება რომ შეეშალოს და რომ დაიმახსოვრებ შენ ბოროტებას, უკვე შენთან იმედს კარგავს და აღარ უნდა რომ გემეგობრო. ხო, აი მე ნელ-ნელა ურთიერთობა ფუჭდება. ანუ ერთი ის რომ ჩვენი გული დაბინძურდება, ეხა ბევრი ცუდი რაღაცეები, ეხა მაგალითად აი ქუჩაში რომ ნაგავი იპოვო, ეს ცუდი საქციელი ხო ნაგავია, მოდი ნაგავს შევადავთ. ქუჩაში რომ ნაგავი იპოვო და რომ შემოიტანო ოთახში დადო. მერე კიდე იქ დამპალი ვაშლი იპოვო, შემოიტანო დადო. მერე კიდე იქ რაღაცა დაჭმოჭმული ბოთლები იპოვო, მოიტანო დადო და საბოლოო ჯამში ამ ოთახში რა მოხდება? მთელი სახლი ნაგვით. ნაგვით აივსება და ეს სახლი ჩვენი გულია. ჩვენი გულით თუ ამ ცუდი რაღაცეების დამახსოვრებით ავავსეთ, ჩვენი გული დაბინძურდება, აი ჩვენი ოთახი ხო დაუშნოვდება. რალისუნი იქნება, აი ჩვენი გულიც ეგრე, მაგრამ თუ ესეთი რაღაცეები მოვაშორეთ და გადავყარეთ და მარტო აი ლამაზი ყვავილი იპოვე სადღაც შემოიტანე დადე, ხო? ლამაზი დაუშვათ ჭურჭელი ნახე სადღაც შემოიტანე დადე, ლამაზი ფარდები შემოიტანე, რაღაცები აი გაავშენე, კარგი სურათი დაკიდე დაუშვათ, ხო? ხო გალამაზდება ნელ-ნელა სახლი, არა და აი კარგი რაღაცეების დამახსოვრებით, არა და ყველა ადამიანს აქვს კარგი მხარეც. მედალიონს ხო ორი მხარე აქვს, ერთი და მეორე და ადამიანს კარგი მხარეც აქვს და ცუდის და თუ ადამიანისა მხოლოდ კარგი დავიმახსოვრეთ, ნიშნავს რომ ჩვენი გული აღარ დაბინძურდება, პირიქით გალამაზდება და ურთიერთობაშიც კიდე სილამაზე იქნება. მოდი ახლა ერთი პატარა ამბავიც მივაბად. ერთ მოხუცებულ და დაბძენებულ ქალბატონს შვილიშვილებმა ჰკითხეს. ბებო, შენ ასეთი მძიმე ცხოვრება გაქვს გავლილი. გულით კი ჩვენზე ახალგაზრდა ხარ. ახალგაზრდობის რაიმე საიდუმლოს ხომ არ ფლობ? ანუ რამე ხო არ იცი ისეთიო, რომ რაღაცა საიდუმლო რეცეპტი. კი, ჩემო კეთილებო და საყვარლებო, ყველაფერ კარგს, რასაც ვინმე მიკეთებდა, გულის ფიცარზე ვიწერდი. აი როგორც ის ბიჭი აკეთებდა, რაინახე, ქვაზე რო ამოტვიფ, ამან გულის ფიცარზე ვიწერდი. ცუდს კი წყალს ვატანდი. პირიქით რომ გამეკეთებინა, ჩემი გული საშინელი წყლულებით იქნებოდა სავსე. ახლა კი გულში კეთილსურნელოვან სამოთხეს გძნობ. ღმერთმა ჩვენ ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა. ხო გახსოვთ რა უნარებზეა ლაპარაკი? აბა ანა, რა უნარზეა ლაპარაკი? ორი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რაც ადამიანს აქვს და ეს ეხმარება, რომ აი მოხუცებულობამდე გულმხიარული დარჩეს რა. დამახსოვრება და დავიწყებ. დამახსოვრება და დავიწყებ. რომელი რაში უნდა გამოვიყენოთ? დამახსოვრება იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი მეგობარი თუ რამე კარგს გაგვეკეთებს, ჩვენ გულში ჩავიდოთ ის კარგი საქციელი და თუ ჩვენი მეგობარი რამე ცუდს გაგვეკეთებს, გულში არ ჩავიდოთ. გულში არ ჩავიდოთ. არა მარტო მეგობარი, ანა, ვინც არ უნდა იყოს, აი თუნდაც მეგობარი არ იყოს, აი სრულიად უცხომ რაღაცა ცუდი გაგიკეთა. აბა რა აზრი აქვს იმის დამახსოვრებას და გულში ჩადებას? გულში რო ჩაიდვა, რას გარგებს უბრალოდ? გაგაბოროტებს. მერე ცუდად გაფიქრებინებს რაღაცა, შეიძლება ცუდი საქმე ჩაგადენინოს. მაგრამ თუ დაივიწყებ და გულიდან ამოიგდებ, შენი გული გადარჩება. აი გითხრა ზუსტად. ღმერთმა ჩვენ ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა, დამახსოვრება და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, ნახე, მადლიერება მოითხოვს მის დამახსოვრებას. თუ ადამიანი მადლიერია, იმახსოვრებს, აი, თომამ რაღაც სიკეთე გამიკეთა ბარბარემ. ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მის დავიწყებას გვავალებს. ანუ ცუდი გაგიკეთა,
თუ გიყვარს ხო დაივიწყებ, ხო აპატიებ. არა უშავ შეეშალე. თუ არ გიყვარს, მაშინ დაიმახსოვრებ, მაგრამ თუ გიყვარს დაივიწყებ მის სიკეთე, მის ცუდსაქციას. მოდი ახლა სამი შეკითხვაა და ამ შეკითხვებს გავცეთ პასუხი და დღეს ამითი დავამთავროთ. დავით, რა იყო მოხუცი ქალბატონის გაახალგაზრდავების საიდუმლო? რაში მდგომარეობდა? დამახსოვრებაში და დავიწყებაში. კიდევ? აბა ბარბა. როდესაც სიკეთეს გაუკეთებდნენ, იმას გულში იდებდა და ინახავდა და როდესაც ბოროტებას გაუკეთებდნენ, არ იმახსოვრებდა. არ იმახსოვრდა, კი ბატონო. რომელ ორ უნარს იყენებდა სწორად? აი რაც დავითმა თქვა, ხო? დამახსოვრებას და დავიწყებას. მოდი ახლა ჩვენ როგორ მივბაძოთ ამ ადამიანს? აი ჩვენს კონკრეტულ სიტუაციაში ცხოვრებისეულში, აი როგორ მივბაძოთ? რო გადავრჩეთ და აი შენ რო მოხუცი ბარბარე ბებო რო იქნები, არა? ლამაზად რო გამოიყურებოდა, ესე იგი რა უნდა გააკეთო? შენმა მეგობარმა საჭმელი გაგიყო, შეგვიძლია დაიმახსოვრო და თუ შენმა მეგობარმა შეიძლება რამე გაიკეთა ისეთი რამე ჩემ გულზე გატკინა, უნდა განდევნო. უნდა განდევნო შენი გული და ოღონდ ახლა როგორი ამბავია, იცი? აი, როდესაც ჩვენ ცუდად მოგექცევიან, ეს ცუდის აქციელი ჩვენ ჩაგვებღაუჭება, რომ გინდა თუ არა დამიმახსოვრე, გესმის აი დაცემული ძალა ეშმაკი ეცდება, რომ შენ ეგ დაგამახსოვრებინოს. მაგრამ ეგ გული და უნდა მოიშორო. აი მაგალითად ნაგავი რომ ოთახიდან გაიტანო, ხო ადვილია, მაგრამ ეხლა ეს ამ ნაგავმა რომ ფეხი აიდგას და ოთახში შემორბოდეს, ეგრე ადვილი ხო აღარ იქნება იმის გატანა, რა? და სიკეთე კიდე პირიქით არის. სიკეთე შეიძლება დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს შენ უნდა დაიმახსოვრო. აი ყვავილი რომელიც შენ გინდა ოთახში შემოიტანო, იმანაც რომ ფეხი აიდგას და გარეთ გავარდნას რომ ლამავდეს, რომ ცდილობდეს. შენ ხო უნდა ეცადო რომ დაიჭირო და ძალით შემოიყვან. აი ესე სიკეთე უნდა ეცადო რომ დაიმახსოვრო. ის თავისით კი არ დაგამახსოვრდება. ზოგჯერ თავისით დაგამახსოვრდება, მაგრამ შენ უნდა ეცადო რომ არ დაივიწყო და პირიქით ხვებსაც უთხრა. ნახე თომამ ეს სიკეთე გამიკეთა ანამ, დავითმა, ბარბარემ, გესმის? აი უნდა უთხრათ ან ხალხსაც რომ ეს გამიკეთა. თუ მე ცუდი გაგიკეთა, ის არსად არ უნდა თქვა. არსად არ უნდა თქვა, თორე ამით შენი გული დაზიანდება. ასე რომ აი ჩვენ ვეცადოთ რომ დავიმახსოვროთ რაღაც, რაც კარგია, დავივიწყოთ ის რაც არ ვარ. ოღონდ ამას მცდელობა უნდა. ეს თავისით არ მოხდება. უნდა ეცადო. შევთანხმდით. ვარ დაგღალით. არა. ჩემო ძვირფასო პატარებო, დღევანდელი ჩვენი საუბარი ამით დამთავრებულია. მომავალ შეხვედრამდე.